ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ძალიან სტაბილური სიტუაცია გვაქვს. კობახიძის თქმით, ქვეყანა ევროკავშირთან მოლაპარაკებისთვის მზად არის. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ფენიქს ტივის ჟურნალისტის კითხვას საპასუხოდ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირზეა დამოკიდებული. მისი თქმით, მტკიცედ მიხვევიან ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას და ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს. კითხვაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია თუ არა კიდევ 4 წელი დაიცადოს ქვეყანამ. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია ევროკავშირზე. ევროპარლამენტში ამასობაში ოცნების მაღალჩინოსნებსა და მედია მფლობელებზე დღის წესრიგში სანქციებია. ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუციები მომზადდა, რომლის პირველად ვერსიაში ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს დემოკრატიულ უკუსლოზე პასუხისმგებელი სხვა მაღალჩინოსნების სანქცირებაზე და ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროებაზეა საუბარი. რეზოლუციის ხელმისაწვდომ ტექსტში 7 რეზოლუციის პროექტია, სადაც ბიძინა ივანიშვილის გარდა მოწოდებულია ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის და შალვა პაპუაშვილის სანქცირებაზეც. ასევე იმ მოსამართლეების სანქცირებაზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. კიდევ ერთი მოწოდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება. არსებობს რეზოლუციის ერთიანი პროექტიც, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა. ქართული მედიის ცნობით, ერთიან პროექტში საუბარია სახელმწიფო მედიის მფლობელების სანქცირების საჭიროებაზეც. არის თუ არა ქართული ოცნების წარმომადგენლობის მხრიდან რეზოლუციის განხილვის პროცესში მონაწილეობა საჯაროდ ოფიციალური წყაროების მხრიდან ეს ნაწილი დაკონკრეტებული არ არის. სალომე ზურაბიშვილი ეკონომისტებს, ფინანსისტებს და ბიზნესის ნაწილს შეხვდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მათგან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მოლოდინები მოისმინა. ეკონომისტების განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი სავსებით შესაძლებელია ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდოს. მათი თქმით, თუ სიტუაციის დეესკალაცია არ იქნება, ეკონომიკური ზრდა შენელდება, ინფლაცია გაიზრდება, ლარი გაუფასურდება, ინვესტიციები შემცირდება. თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ იზოლაცია, რომელიც ქვეყანას ქართული ოცნების მთავრობამ მოუტანა, ეკონომიკურ იზოლაციაშიც ითარგმნება. ზურაბიშვილმა პროევროპულ აქციებზე გზის გადაკეტვისთვის 5,000 ლარი დაჯერემებული მოქალაქეებისთვის დახმარების ფონდის შექმნაც დაანონსა. ძალიან დიდი ფინანსური დანაკარგია უკვე, რაც ბიუჯეტში არ შემოდის. ყველა დახმარება გაჩერდა, მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებულ რაიმე საფინანსო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს. ერთადერთი რაც გაგრძელდება, ეს არის ის წესები, რაც წინა წლებში იყო გაცემული და ბუნებრივია ამას შეერეგა. ამიტომ კრიზისი ბუნებრივია ერთ და ორ დღეში არ იწყება, მაგრამ მას ასე ვთქვათ, გრძელვადიან პერიოდში იქნება ძალიან მძიმე შედეგი. ამიტომ გამოსავალი არის ერთადერთი, აი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისის გამოხატვის ეს არის არჩევნები ეს. შეგვიძლია ჩვენ ველოდოთ მოვლენების საკმაოდ რთულ განვითარებას. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, რაც გულისხმობს იმას, რომ ნიშნები, რომელიც შეინიშნება დღეს კერძოდ ტურიზმის სექტორში უძრავი ქონების ბაზარზე, არის ნამდვილად დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი. ინვესტიციების მიმართულებით მაქვს მოლოდინი, რომ იქნება კლება. ეს პროცესები გავლენას მოახდენს სხვა დარგებზე ჯაჭვური რეაქციით და შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება ერთ-ერთი სცენარის მიხედვით მოთხოვნის კლება, რაც ეკონომიკაზე აისახება. კატასტროფის წინაშე ვდგავართ რა. ანუ ეხლა ზუსტად რა მოხდება და დაუშვათ ლარის კურსი რამდენზე იქნება აპრილში, ან საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილი იქნება ღარიბი, ან კიდევ უფრო ღარიბი, მაგაზე საუბარი რთული არის, მაგრამ სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, არის საგანგაშო, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ სრული იზოლაციისკენ. იზოლაცია წარმოუდგენელია, რომ ამ ქვეყნისთვის შესაძლებელი იყოს. ანუ მის თქმა მინდა, რომ ისტორიას არ ახსოვს ესეთი პატარა ქვეყანა, რომელიც გადარჩენილა ჩაკეტილ სივრცეში. პრევენციული ქმედებები არის აუცილებლად გადასადგმელი და დეესკალაცია არის აუცილებელი. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ხედავთ უკვე რომ შენელებული არის ეკონომიკის ზრდა, იანვრის ციფრები იქნება ცოტა ხანში და იქაც ვნახავთ, რომ ველოდებით საკმაოდ ასე ვთქვათ დაბალ ეკონომიკურ ზრდას და ეს თუ არ მოგვარდა პოლიტიკური კრიზისი, როგორც ვამბობთ დიდი ხანია, ეს აუცილებლად გადაიზრდება ეკონომიკურ კრიზისში. ბიზნესმენებმა უკვე იგრძნეს, იმიტომ რომ ეს ბრუნვებზეც არის ასახული, მათ შორის ბიუჯეტში შესული დღეს გადასახადისში გვაქვს იანვართან შედარებით, წინა წლის იანვართან შედარებით 1%-იანი კლება, როცა ჩვენ წინა წლებში რაღაც 14-20%-იანი ზრდა გვქონდა ამ მაჩვენებელში და ეს უკვე პირველი ნიშანი არის, რომ ბიზნესებს არც ისე კარგად აქვთ დღევანდელ მდგომარეობაში სიტუაცია. ის პოლიტიკური იზოლაცია, რაც შეეხო ქვეყანას, რაც არის შედეგი დღევანდელი
ქართული ოცნების პოლიტიკის, ასევე გადავიდა ეკონომიკურ იზოლაციაში, რომელსაც შეიძლება მოყვეს კრიზისი, უფრო ღრმა კრიზისი. დღეს ხვალ ზეგ აქაც ძალიან ძნელი სათქმელი არის, მაგრამ რომ ეს არის გამოწვევა, ეს კრიზისი მოყვება პირდაპირ და მხოლოდ ქართული ოცნების გადაწყვეტილების, ქართული ოცნების ქვეყნის ჩაკეტვას. იყო საუბარი სწორედ იმაზე პირველ რიგში ფონდის შექმნა, რომელიც იქნება უფრო ვრცელი, იმისთვის რომ დახმარება იყოს იმ ადამიანებისთვის, რომელიც დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი იარაღი ხალხის წინააღმდეგ არის ეს უაზრო ჯარიმები და ამას უნდა დაუპირისპიროთ სოლიდარობა. მეორეს მხრივ უნდა ასევე ვიფიქროთ ცოტა უფრო შორს ჩვენ წინ რა უნდა გაკეთდეს, როგორც კი დაინიშნება ახალი არჩევნები და მოვა ახალი ხელისუფლება, რა იქნება მთავარი გამოწვევა და რა უნდა იყოს მთავარი პირველი პასუხი, რომ ეს ქვეყანა არ ჩაიძიროს ამ ქართულ ოცნებასთან ერთად. TBC კაპიტალი მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვან მერყეობას არ ელის. TBC-ის მთავარი ეკონომისტი განმარტავს, რომ ლარის ბოლო დროინდელი გამყარება წმინდა სავალუტო შემოდინებების მაჩვენებლებით აიხსნება. ახალ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ უახლის მონაცემებზე დაყრდნობით, მათ შორის თებერვლის ჩათვლით, მიმდინარე მოვლენების ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითია, განსაკუთრებით იმპორტის მხრივ, თუმცა არა ლარზე. გარდა ამისა, თებერვლის საწყისი დღეების მდგომარეობით ტურიზმის შემოსავლებში გარკვეული აღდგენა იკვეთება, ხოლო ბოლო პერიოდში დეპოზიტების მნიშვნელოვანი დამატებითი კონვერტაციები არ იკვეთება, ხოლო სესხების მხრივ უცხოური ვალუტის დაკრედიტება გააქტიურებულია, რაც ლარისთვის პოზიტიურია. არ უნდა გამოგვჭეს ეგრეთ წოდებული კარგი დროის ბუფერი, რომელიც ჩვენი შეფასებით დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ფარგლებშია და დეპოზიტების დოლარიზაციისა და კრედიტის ლარიზაციის ზრდიდან მომდინარეობს. ამ კუთხით ბოლო პერიოდში დეპოზიტების მნიშვნელოვანი დამატებითი კონვერტაციები არ იკვეთება, ხოლო სესხების მხრივ უცხოური ვალუტის დაკრედიტება გააქტიურებულია, რაც ლარისთვის პოზიტიურია. ლარი, დოლარი, ევროს არჩევანი სტრატეგიის კონტექსტში მომატებული გაურკვევლობის ფონზე ჩვენი რეკომენდაცია კვლავ დივერსიფიკაცია და საშუალო გრძელვადიან ინდიკატორებზე აქცენტის გაკეთებაა, რათა თავიდან ავირიდოთ გადაჭარბებული რეაქცია მოკლევადიან პერიოდში, რასაც ხშირად თუ ყოველთვის არა მნიშვნელოვანი დანაკარგები მოსდევს. ეროვნული ბანკის განახლებული ინფორმაციით ლარი დოლართან მიმართებით 12 თებერვლის ბანკთა შორის ვაჭრობის შედეგად გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 80 თეთრი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.85 თეთრით გაუფასურდა. ამასთან ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.56 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.91 ლარია. გირვანკა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 3.47 თეთრით გაუფასურდა, შედეგად 1 ფუნტის ღირებულება 3 ლარი და 59 თეთრი გახდა. 1 ლირას კურსმა 7.78 თეთრი შეადგინა. ლევან დავითაშვილის თქმით, მსოფლიო მთავრობათა სამიტის პარკლებში EBRD-თან და Master-თან ოფიციალური შეხვედრები ჰქონდათ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს არის პლატფორმა, სადაც ძალიან საინტერესო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ხდება. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, არაფორმალური შეხვედრებისას საქართველოში განახლებადი ენერგიებიდან პროექტები იყო ინტერესის საგანი საამიროების ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის მხრიდან. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრაებს, რაზეც აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმება შემდგარია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო ტრანსპორტირება შვეიცარიული კომპანია Stadler Realis მატარებლებით განხორციელდება. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ადგილობრივი რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტირება ამჟამად აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების დახურვის გამოა შეჩერებული. ჩვენ მქონდა ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტ ალიევთან, როდესაც მქონდა ვიზიტი აზერბაიჯანში და მე რა თქმა უნდა მას პირადად მინდა მადლობა გადავახადო მისი გულისხმიერებისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ მაქსიმალურად აღალი მოგბილობა იყოს ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მეგობარ ქვეყნებს შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის. ამას აქვს ორმხრივად სასარგებლო დატვირთვა, ბუნებრივია, როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგზაურობა საქართველოსთან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, მათ შორის იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმავდეს ხალხთა შორის ურთიერთობები, ის ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ჩვენ ორ ხალხს აკავშირებს.
ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში პირველი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ამ ეტაპზე გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის უკვე დასრულებულია დასავლეთის შესასვლელის მხრიდან საავტომობილო გზის სკვერის მწვანე საფარის და გარე განათების მოწყობა, ასევე აქტიურ ფაზაშია გათბობა გაგრილების სისტემებისა და საინჟინრო კომუნიკაციების მასშტაბური რეაბილიტაცია, განახლებული ინტერიერის დიზაინზე მუშაობა, ინტერაქციული სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმის მოწყობის პროცესი და ასე შემდეგ. შენობაში განთავსდება ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, რომლისთვისაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ უკვე შეიძინა 50-მდე ექსპონატი. ავთანდილ კასრაძის განცხადებით, მუზეუმი პირველ ვიზიტორს მიმდინარე წლის შემოდგომაზე უმასპინძლებს, ასევე პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება მინიმუმ 1000 ბავშვზე გათვლილი საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური სკოლა მოსწავლეებისთვის. ასევე იმუშავებს სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საკპატენტის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი და ასე შემდეგ. ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში ასევე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი და მისი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია. ავთანდილ კასრაძე ამბობს, რომ ამავე სივრცეში წარმოდგენილი იქნებიან მთელი რიგი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც დღეს საქართველოში მოღვაწეობენ. ერთის მხრივ საუბარი გვაქვს, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო მიმართულებაზე. აქ იქნება განთავსებული საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური სკოლა სკოლის ბავშვებისთვის, მინიმუმ 1000 ბავშვზე გათვლილი. ასევე იქნება უნიკალური რეგიონში სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საკპატენტის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ძირითადი და წამყვანი მიმართულება ეს არის ტექნოლოგიები, თანამედროვე ტექნოლოგიები, ცენტრში განთავსებული იქნება საქართველოში და რეგიონში უნიკალური ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი და სხვადასხვა მიმართულების ტექნოლოგიური ლაბორატორიები, ასევე ჯიტას ყველაზე დიდი ტექნოპარკი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სრული ინფრასტრუქტურის სამუშაო პროცესი გარე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. უკვე კეთილ მოეწყო შენობის ერთი შემოსასვლელი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე შემოსასვლელის მოპირკეთება. გარდა ამისა, შენობის ინტერიერის სრული დიზაინი მიმდინარეობს და უახლოეს თვეებში სარემონტო სამუშაოები დაიწყება ასევე შენობის შიდა ტერიტორიაზე. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში აქტიური განხორციელების ფაზაში არის შენობის გათბობა გაგრილების სისტემის სრული რეაბილიტაცია. ნავთობპროდუქტების ბაზარზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი ანდაც შეთანხმებული ქმედებები ამ დროისთვის არ იკვეთება. თუმცა გასულ წელს იმპორტირებული საწვავის თვითღირებულების შემცირება საცალო ქსელში დაგვიანებით აისახა. ასეთია კონკურენციის სააგენტოს საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის ძირითადი მიგნება. კერძოდ, ბაზრის მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ 2024 წლის ივლისის-სექტემბრის პერიოდში მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება შემცირდა. უშუალოდ საცალო ქსელში კი საწვავის შედარებით მოგვიანებით სექტემბრის მეორე ნახევრიდან გაიაფთა. მიუხედავად ამისა, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ბაზარზე მოკლევის საჭიროება არ იკვეთება, თუმცა უწყება ბაზრის მონიტორინგს აქტიურად აგრძელებს. 2024 წლის მაისის თვიდან ოქტომბრის თვის მეორე ნახევრამდე ფასები მსხვილი კომპანიების დონეზე იყო ძირითად შემთხვევებში უცვლელი. აღნიშნულის პარალელურად მცირდებოდა საწვავის თვითღირებულება. უკვე ოქტომბრის თვის მეორე ნახევრიდან შემცირდა საცალო ფასები და პრინციპში აისახა შემცირებული თვითღირებულება ძირითად შემთხვევებში საცალო ფასებზე, თუმცა სააგენტო ფასების ამგვარცულებას განიხილავს როგორც თვითღირებულების საცალო ფასებზე დაგვიანებულ ასახვას. ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს გარკვეულწილად პირველ ნაწილში მარაგებიც, ასევე შესაძლებელია ბაზარზე არსებობდა სხვადასხვა რისკები, ასევე ადგილი ჰქონდა მოლოდინებს, რომ საომალოდ დაუშვათ ბაზარზე ვითარება სხვაგვარად შეიცვლებოდა, გაძვირდებოდა უკვე შესაძლებელი საწვავის ფასი. სააგენტო შემდეგი 3 თვის განმავლობაში უკვე უფრო ფართო სურათში შეაფასებს კომპანიების ქმედებას და მიღებულ გადაწყვეტილებებს ბაზარზე და დაახლოებით 2025 წლის აპრილის თვეში გახდება საჯარო უკვე 2025 წლის პირველი კვარტალის ანგარიშის შედეგები, რომლებიც უფრო მეტ კითხვას გასცემს პასუხს. კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად 2024 წელს საქართველოს ბაზარზე 1240-მდე ავტოგასამართი სადგური ოპერირებდა, სადაც 5 მსხვილი კომპანიის წილი 67%-ს შეადგენდა. რატომ აისახება რიგ შემთხვევაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაიაფება ქართულ საცალო ქსელებში შედარებით გვიან? ამ საკითხზე ნავთობპროდუქტების კავშირში რამდენიმე არგუმენტი აქვთ. კავშირში ამბობენ, რომ რიგ შემთხვევაში მიზეზი კომპანიების მარაგები, ანდაც ბაზარზე სწრაფად ცვალებადი ვითარებაა. არც ერთი კომპანია ფაქტიურად საქართველოში არ აყვავს ისეთი, რომ მას არ ქონდეს თავისი, ესე ვთქვათ, ნავთობაზა, ეგრეთ წოდებული და ასე შემდეგ.
ყველას აქვს ეს ყველაფერი. ანუ ყველას აქვს მარაგები იქა. აბსოლუტურად. ზოგს იაფად თქვა არ შეძენილი, ზოგს გაძვირების პროცესში მოუწია შეძენა, იმიტომ რომ მას უნდა კონდეს თავისი დაზღვევითი რაოდენობები. ზოგჯერ ესე ვთქვათ, გზაში წამოსული ტვირთი. ანუ არ მიუღია, გზაშია, მაგრამ არ მიუღია. ესეთი მიზეზები იყრის თავს, იცით? აი ის დროს დაკარგვა მოქმედებს ეს ყველაფერი ამაზე. 2024 წლის განმავლობაში საქართველოში 1.600.000 litrზე მეტი მოცულობის ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 8.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო. რაც შეეხება ნავთობპროდუქტების იმპორტის მიმართულებით ძირითად ქვეყნებს, გასული წლის განმავლობაში იმპორტირებული საწავის დიდი წილი 54% რუსეთზე მოდიოდა, 16.7% ბულგარეთზე, ხოლო რუმინეთზე 14.7%. აღსანიშნავია, რომ 2023 წელთან შედარებით შემცირებულია საწავის იმპორტი რუსეთიდან. ევროპული საწავის წილი კი გაზრდილია. როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, ამის განმაპირობებელი ორი ძირითადი მიზეზია. ერთი მხრივ, გასული წლის განმავლობაში რუსეთს რამდენიმე თვით საწავის ექსპორტი შეზღუდული ჰქონდა. მეორე მხრივ კი რუსეთის მიერ მოწოდებული ნავთობპროდუქტების ფასი გასულ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, რამაც ქართული კომპანიებისთვის ეს ბაზარი შედარებით ნაკლებად საინტერესო გახადა. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე საწავის ფასების მოუდის, სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შედარებით დასტაბილურების ფონზე ამ ეტაპზე საქართველოში საწავის დამატებით გაძვირება მოსალოდნელი არაა. 1 იანვრიდან რო გაიხსნებოდა რუსეთი, გაიხსნა, მაგრამ ის რაოდენობები არ მოგვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ აღარ გვაძლევს ფასდაკლებით. ადრე გვაძლევდა ფასდაკლებით, რასაც ქვია პლუს მინუსი. აი ამიტომ შედარებით პროცენტული მონაცემებით მოწოდება არ არის აღდგენილი სრული, ესე ვთქვათ, მასშტაბებით. ჩვენ ვღებულობთ იგივე ფასში ევროპული ქვეყნებიდან, ევროპული ქვეყანაა ბულგარეთი, რუმინეთი, ესე ვთქვათ, იგივე საბერძნეთი და იგივე ევროპული ქვეყნებია ესენი. თუ მე არ მექნება განსხვავება, მაშინ რა რეზონი აქვს ჩემთვის? დღეს ფონი არ გვაძლევს, საერთაშორისო ფონი, რომ უნდა მოიმატოს. მე არ მაქვს ეს. ეს ინფორმაცია არ მაქვს. მით უმეტეს, როდესაც სტაბილურად გვაქვს ჩვენ მომწოდებლები ყავს და გვაძლევენ საწოლს. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მოკვლევის საფუძველზე კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების საფუძვლით კონკურენციის სააგენტომ 5 ნავთობკომპანიამ 4 მილიონამდე ლარით დააჯარიმა, რაც კომპანიებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით ამ ეტაპზე დავა კვლავ პირველ ინსტანციაშია. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით 4 ფარმაცევტული კომპანიის არჩევს ისევ პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავს. გიორგი ქედელიძის ინფორმაციით ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, თუმცა მაინც ცდილობენ თავისი პოზიციები არგუმენტირებულად დაიცვან სასამართლოზე. 2023 წლის დეკემბერში კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმა. სააგენტოს ცნობით საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევის ფაქტს. მათივე ცნობით სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით იდენტიფიცირებული იქნა 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები ერთი თეთრი სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს. თბილისის მეტროს 97 ახალი ვაგონის მიწოდებას ჩეხური შკოდა სთავაზობს. ამის შესახებ ცნობილი ტენდერის წინადადებების გახსნის შემდეგ გახდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 210 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი 2024 წლის 15 ნოემბერს გამოაცხადა. ამასთან შკოდა სატენდერო ფასი არის 1 ლარი, რაც სავარაუდოდ არის სიმბოლურად დაფიქსირებული ფასი და რეალური ფასი წარდგენილ დოკუმენტაციაშია დაფიქსირებული, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები ჯერჯერობით შესყიდვის სისტემაში ატვირთული არ არის. თბილისის ახალი ვაგონების მიწოდებას ტენდერის 3 მონაწილე შკოდა ტრანსპორტეიშენი, GT გრუპი და ყაზახური კომპანია კამკორ ლოკომოტივი სთავაზობენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია 97 ახალი ვაგონის შესყიდვას 210 მილიონ ევროდ გეგმავს, საიდანაც 125 მილიონი ევროს დაფინანსება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მხრიდან გამოიყოფა. შეგახსენებთ, თბილისის მერია მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზებას ჯერ კიდევ 2021 წელს გეგმავდა, რისთვისაც EBRD-ის დაფინანსებით 44 ვაგონის შესაწყიდად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულ ტენდერში რუსულმა
კომპანია მეტრო ვაგონ მაშმა გაიმარჯვა, რომელიც მერიას ახალ ვაგონებს 49 მილიონ ევროდ მიაწვდიდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მერიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებდა. თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2025 წელსაც გაგრძელდება და ბიუჯეტიდან მეთხილე ფერმერების სუბსიდირებისთვის 23 მილიონი ლარი გამოიყო. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი წელს გაიზარდა 2024 წელს მეთხილე ფერმერების ხელშეწყობისთვის 21,5 მილიონი ლარი. პროგრამის ამოქმედების პირველ 2023 წელს კი 21 მილიონი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს კი თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის 23 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რასაც სოფლის განვითარების სააგენტოში განმარტავენ, რომ გასული წლების გამოცდილებით თხილის კადასტრში ფერმერთა მომართვიანობის გაზრდილი ტენდენციის გამო 2025 წელს ბიუჯეტის ზრდა გახდა საჭირო, რაც სუბსიდიის თანხასთან ერთად ადმინისტრაციულ ხარჯებსაც მოიცავს. სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის პროგრამით ქვეყნის მასშტაბით 95,000-მდე ფერმერი სარგებლობდა თხილის კადასტრში და რეგისტრირდა 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი. ფერმერებმა გასულ წელს 21,5 მილიონ ლარზე მეტი მიზნობრივი დახმარება მიიღეს თხილის კადასტრში. რეგისტრაციის პროცესი გრძელდება, მეთხილე ფერმერებმა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად განკუთვნილი ფინანსური დახმარების მისაღებად თხილის კადასტრში თხილის ბაღები 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა დაარეგისტრირონ. თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდია ფერმერებს ფაროსანასთან ბრძოლაში დაეხმარება. ლევან კარდავა საქმის კურსთან ინტერვიუში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თხილის სექტორის მხარდამჭერი პროგრამა მასობრივ პროექტად იქცეს და მასში გაცილებით მეტი ფერმერი ჩაერთოს. კარდავას თქმით, პროგრამაში ჩართული ფერმერების თხილის კულტურებს სხვა ნაკვეთებიდან გადმოსული პარაზიტი აზიანებს. აუცილებელია მეტი ფერმერი ჩაერთოს ფაროსანასთან ბრძოლის პროექტში, აცხადებს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. პრობლემა არის ის, რომ მიუხედავად სახელმწიფოს სურვილისა, ქმედებებისა, მაინც ეს პროგრამა ვერ იქცა ისეთ მასობრივ პროექტად, როგორც თავშოთ ჩვენ გადამამუშავებლებს გვსურს და საჭიროა იმისთვის, რომ მივიღოთ გაცილებით უკეთესი შედეგები, რადგან გარკვეული ფერმერი, რომელიც თავშოთ სოფელში უვლის თხილს, თუ მის ირგვლივაც არ იქნა იგივე ღონისძიებები გატარებული სხვა ფერმერების მიერ, იმ კონკრეტულ მომენტში კი ის ებრძვის ფაროსანას, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ თავი მეზობელი ნაკვეთებიდან ისე ხდება ფაროსანას შესვლა ამ ფერმერის ბაღებში. ამიტომ საჭიროა მასობრივობა ამ პროექტის, მასიურად გაცილებით მეტი ფერმერი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს პროექტში. ქართული სანელებლების ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. 2024 წლის განმავლობაში დაფნის ფოთლის და სხვა სანელებლების ექსპორტი წლიურად გაორმაგდა და 36 მილიონ 700,000 დოლარი შეადგინა. 2021 წლის ნიშნულთან შედარებით ზრდა 3-ჯერ მეტია. დაფნის ექსპორტიორი კომპანიები აწმყოში პოზიტიური დინამიკის მიუხედავად მომავალში რისკებს ხედავენ. დარგობრივ ასოციაციაში პრობლემურად გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ვეგეტაციის პერიოდში დაფნის გაჩეხვა მიაჩნიათ, რაც მცენარის ზრდას აფერხებს და გარკვეულ პერიოდში ექსპორტის მოცულობას და შესაბამისად შემოსავლებს შეამცირებს. არსებული რაც გვაქვს პლანტაციები იშეხება და ნადგურდება. ანუ ჩვენ შედეგს ვერ დავდებთ 5 წლის შემდეგ, იმიტომ რომ აქედან გავთ ვამზადებთ ნიადაგს, იმიტომ რომ მოსავალი მეტი მივიღოთ, მაგრამ აქედან მიდის გაჩეხვა, განადგურება. ვეგეტაციის პერიოდში, ესე იგი, თუ თავს დავაჭრით მცენარეს, ვეღარ უძლებს ამ გვალვებს და აღარ იზრდება რა მცენარე. ლოგი ძირიანად ხმება. სექტემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე არის 8 თვე. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს შეუძლია ფერმერს, გლეხს მოჭრას საკუთარი პლანტაციიდან და ჩააბაროს ქარხანას. მაგრამ მარტის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე ეს 5 თვე თუ მცენარეს არ მივეცით ვის საშუალება ჩვენ შედეგს ვეღარ დავდებთ და რაოდენობა რაც გვაქვს 5,000 ტონა ის გაგვიხდება 2,000 ტონა. დაფნის გადამამუშავებელი ქარხნების წარმომადგენლების ნაწილი მათი მიმართვის საფუძველზე სახელმწიფოსგან რეაგირების მოლოდინშია. წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე გაგზავნილია. უწყებისგან სფეროს სპეციალისტები დაფნის მოსავლის აღების პროცესის კონტროლირებას ითხოვენ და ამბობენ, რომ გაზაფხულიდან შემოდგომამდე პერიოდში დაფნის ბუჩქების გაჩეხვა შეზღუდული უნდა იყოს. ბანო ჯალაღონია ამბობს, რომ მეზობელ თურქეთში, რომელიც დაფნის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, პროცესი რეგულირებულია და ეს გამოცდილება მისი შეფასებით საქართველოშიც გაზიარებული უნდა იყოს. სახელმწიფო მიდგომა უნდა ცოტა თავისებური, იმიტომ რომ დაფნის
აჭრა თურქეთის მეზობელ რესპუბლიკაში ზაფხულის თვეებში არ ხდება. კანონმდებლობით აკრძალული არის აპრილი, მაისის დასაწყისიდან ოქტომბრამდე. ჩვენთვის მთელი ზაფხული ჭრია დედლეულს. ეს არის მაისის თვე, ივნისის თვე, ივლისის თვე, აგვისტო, როცა ის ვეგეტაციას აკეთებს და ეს მოქმედებს დედლეულის ხარისხზე და აი ამაში უნდა ჩარევა იმ პოზიციაზე, რომ როგორც თურქეთში არის აკრძალული, ისე ჩვენთანაც უნდა აკრძალოს დაფნის აჭრა ზაფხულის თვეში. წარმოებლები თვლიან, რომ დაფნის მოსავლის ვეგეტაციის პერიოდში აღება პროდუქციის მოცულობებთან ერთად ხარისხზეც უარყოფით და დაისახება, რაც ექსპორტში პრობლემებს შექმნის, რადგან ჩინეთში, საიდანაც ქართულ დაფნაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რაოდენობასთან ერთად ხარისხზეც მაღალს ითხოვენ. პროდუქციის ხარისხი გადამწყვეტია ევროპული ბაზრისთვისაც. ჩინეთი და დიდი და ყველგან არის დაფნაზე მოთხოვნა. ჩინეთი იმიტომ რომ ჩინეთი დიდი რაოდენობით იყენებს ფარმაკოლოგიურ მრეწველობაშია კარგი საინტერესოა, მაგრამ იმის პარალელურად უნდა მოხდეს ის ევროპის მაღალ ხარისხოვან ბაზარზე დაფნის მიწოდება. მოთხოვნა არის ამას მობილური ტექნიკა უნდა, საკრედიტო უზრუნველყოფა უნდა. ჯერ ჩვენი ქართული დაფნა არ არის იმ დონემდე, ესე იგი ხარისხიანი, რომ ევროპის ბაზარი დავიპყროთ. მაგრამ ზუსტად იქით ვართ მიმართული, რომ მოხდეს ბაზრის დივერსიფიკაცია და არ ვიყოთ მარტო დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, ჩინეთის ბაზარზე. საქსტატის მონაცემებით ქართული დაფნის ფოთლის და სხვა სანელებლების ტოპ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც გასულ წელს 28 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავყიდეთ. 5 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა ექსპორტზე 2024 წელს რუსეთშიც. შედარებით შემცირებულია დაფნის გაყიდვები უკრაინაში, რომელიც ტოპ საექსპორტო ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. კლება კი მეზობელი ქვეყნისგან საომარმა მოქმედებებმა განაპირობა. 4 სახელმწიფო კლინიკამ KTQ-ს საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს, რუხისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოებს საერთაშორისო სტანდარტების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების აბსოლუტურმა უმრავლესობამ საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა, თუმცა მოქალაქეებისთვის გადაუდებელ სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ან პროფილური ხელმისაწვდომობის უწყვეტობის მიზნით კლინიკების ნაწილს საშეღავათო პერიოდი მიეცათ. კერძოდ საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სტაციონარულმა დაწესებულებებმა 2025 წლის 1 მაისამდე უნდა წარადგინონ, ამბულატორიებს კი ამისთვის მთელი წელი ექნებათ. მათთვის ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ამასთან ჯანდაცვის მინისტრს აქვს უფლება რიგი კლინიკებისთვის გამონაკლისი დაუშვეს. დევნილთა სააგენტოსთან დროებით იძულებით გადაადგილებული პირების აქცია გაიმართა აფხაზეთის ომიდან 3 ათწლეულის შემდეგაც კი დევნილთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს მუდმივი საცხოვრისი და მათი უმეტესობა ისევ დროებით კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრობს, ყოველგვარი ღირსეული და ადამიანური პირობების გარეშე. დევნილები ამბობენ, რომ ბუნდოვანი საბინაო პოლიტიკა მრავალწლიან კორუფციულ ურთიერთობებსა და სქემებზე დგას. ისინი სახელმწიფოსგან საბინაო პოლიტიკის გამჭვირვალობასა და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს ითხოვენ. დევნილებს უწევთ აგერ უკვე 33 წელია ბინის რიგში ყოფნა და დღემდე პირველი თაობის დევნილებიც კი არ ყავთ დაკმაყოფილებული. აქედან გამომდინარე ვაპროტესტებთ იმ კორუფციულ სისტემას, რაც განსახლებას ეხება. ამ სისტემაში მახინჯი ის არის, რომ არ კონტროლდება ამ ბინების გადანაწილება და ჩვენ არავინ არაფერს არ გვეკითხება, ისე ანაწილებენ ამ ბინებს. ძალიან ბევრია ბინით დაუკმაყოფილებელი და იმის მაგივრად, რომ მათზე იზრუნონ, აი აქ მოსულ დევნილებს აბუჩად იგდებენ, მოსმენაც არ უნდათ და ვისაც ბინები ეკუთვნის, მათ აიგნორებენ და არის კორუფცია და როცა პირველმა პირმა ამ რეჟიმის პირველმა პირმა დავასახელებ ივანიშვილმა რო გითხრა, სანამ მოვიდოდა ხელისუფლებაში, იქამდე დევნილებს ვჭირდებოდით დევნილები, ყველა რეჟიმს ვჭირდებით იმისთვის, რომ თავიანთი გაინაღდონ, მოგვატყუონ და მერე თვითონ კორუფციაში არიან ჩაფლულები. ჩვენ არ ვართ ტოლვილები, ჩვენ ვართ დევნილები ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულები. შესაბამისად ეს ტკივილი, რომელსაც თითოეული დევნილი ატარებს, უნდა გაიაზროს ჩვენმა საზოგადოებამ. და აი ამ ჩაგვრის და აი ამ სიჩუმისთვის პასუხი უნდა მოთხოვოს იმ ადამიანებს, ვინც ვალდებულია
რომ დევნილები დააკმაყოფილოს, აი თუნდაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ დევნილების სახლში და წინა მთავრობის შემთხვევაშიც, ამ მთავრობის შემთხვევაშიც იყო დაპირება, 12 წლის წინ დაპირდა პირადად ბიზინა ივანიშვილი დევნილებს, რომ სადაც ისინი იყვნენ შესახლებულები, ეს ფაქტები დაუკანონდებოდათ, მაგრამ სელექცია მოხდა რა, რაღაცა ფაქტები, რომლებიც აწყობდათ დააკანონეს, რომლებიც არა, დღემდე არ არის დაკანონებული. შეურაცხყოფის, უგულებელყოფის, დამცირების, დღის წესრიგიდან გარიყვის, მეტი არაფერი არ მიუღია დევნილებს სახელმწიფოსგან, არც ერთი ხელისუფლებისგან პირდაპირ ვიტყვი, თუმცა ჩვენ მე-13 წელია უკვე ამ ქვეყანას მართავს ერთი და იგივე ხელისუფლება და 13 წელი, 72 წლიდან გავიდა ისე, რომ დევნილების არაფერი არ გაკეთებულა და მეტიც რაღაცა უკვე მესიჯად გამოგზავნა თითქოს ამ ხელისუფლებამ და ამ სახელმწიფომ, რომ დევნილმა უნდა მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმებს, რომ მისი ხმა ვინმემ გაიგონოს. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ეს აღარ მოხდეს. უფრო ფართო საზოგადოებას უნდა გავაცნობა და ადამიანების ტკივილი, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის და ზედაპირულად უყურებენ მათ პრობლემებს. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, ის გვეუბნება, რომ თითქოს პრობლემა არ არსებობს და ისინი მუშაობენ და არიგებენ ბინებს, თუმცა მათივე ტროლბოტები ადასტურებენ იმას, რომ ეს ყველაფერი ხდება კორუფციის გავლით, იმიტომ რომ მათი message box-ი გახდა ის, რომ თითქოს დევნილები 2-3 ბინას იღებენ, თუმცა იმდენად სრულელები მგონი ვართ, რომ ვერ იაზრებენ იმ ფაქტს, რომ შეუძლებელია მე თუ მომინდება 2 ან 3 ბინის აღება, ეს გავაკეთო სახელმწიფოს გარეშე, იმიტომ რომ ამას გასცემს სახელმწიფო და არა მოქალაქე, ამიტომ თუ სახელმწიფო უშვებს იმას, რომ 2-3 ბინა მისცეს ერთ ადამიანს, ეს არის კორუფციის ამბავი. 2025 წლის 10 თებერვალს თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-მე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა მოლაპარაკებების თავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობას დაეთმო. ოფიციალური რელიზის მიხედვით თბილისს სურს ქალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი აღდგეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სოხუმის აეროპორტის გახსნაზეც ისაუბრა და ის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე. ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც მიმართულია ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიისკენ. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთში აეროპორტის უკანონო დამოქმედების საკითხს. ქართულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა აფხაზეთის რეგიონში გაგეგმილი ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების უკანონობას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშდარღვევას წერია განცხადებაში. 7 თებერვალს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტში პირველი ფრენა შესრულდა, რეგულარული საჰაერო ფრენების დაწყება ზაფხულში გეგმება. ქართულ ოცნებას აღნიშნულზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ტურიზმის სექტორში უცხოელი გიდებისა და კონსტრუქტორების პრობლემა სულ უფრო მწვავდება. სერტიფიცირებული გიდი და ტურისტული პროფკავშირის თანადამფუძნებელი BMG-თან აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი 100-ზე მეტი კვალიფიციური სამთო-სათხილამურო გამყოლი ფაქტობრივად სამუშაოს გარეშეა დარჩენილი. მიზეზი ზამთრის კურორტზე ამდენივე უცხოელი კონსტრუქტორის არსებობაა, რომლებიც მისი თქმით სამუშაო ვიზისა და ყოველგვარი ნებართვის გარეშე საბიუჯეტო გადასახადების გვერდის ავლით საქმიანობენ. ტურისტული ბიზნესი ტურიზმის შესახებ ახალი კანონით უცხოელი გიდების საქმიანობის რეგულირება მოითხოვენ. 120 კაცამდე ლიცენზირებული, სერტიფიცირებული სამთო-სათხილამურო გიდია, ინსტრუქტორი დავარქვათ, ან გიდი დავარქვათ, ჩვენ ბეწქვეშა ვართ. აბსოლუტურად სამსახურისა და სახსრების გარეშე დაშნენ იმ დროს, როდესაც აი ამ მომხდურთა რიცხვი ფაქტიურად იდენტურია და რა ხდება, მოდით აი ეკონომიკური ასპექტით რომ მიმოვიხილოთ. საათი მომსახურების აი ამ უცხოელი ინსტრუქტორების ჯდება 60-დან 70 ევრომდე. საკუთარი თვალით დავრწმუნდით, ამისი ვიდეო ჩანაწერებიც არის. ერთი ინსტრუქტორი როგორ ატრენინგებს 16-18 ტურისტს სამთო-სათხილამურო კურორტზე, კონკრეტულად გუდაურზე მაქვს საუბარი. მოდით ახლა უხეშად რომ გადავიანგარიშოთ, ეს არის საათში 1260 евро. მოდით კიდევ უფრო უხეშად გადავიანგარიშოთ, ყოველგვარი სკრუპულოზური მიდგომების გარეშე, თვეში ერთი ინსტრუქტორისგან ეს არის 30,000-40,000 евро, რომელიც ყოველგვარი გვერდის ავლით, ხაზინის გვერდის ავლით გადის ქვეყნიდან. ეს თანხები არ ილექება.
ჰაერი მთლიანად წალეკა ტემუს ტვირთებმა. Skylodge-ის მმართველი პარტნიორი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საჰაერო გადაზიდვები მთლიანად ონლაინ შოპინგის ამანათებზე გადაიწყო. გიორგი ზუმბაძის თქმით, გადაზიდული ტვირთის 90% სწორედ ჩინური პლატფორმა ტემუს ამანათებია. ამასთან დაიტვირთა სახმელეთო გადაზიდვებიც, რაც ზუმბაძის შეფასებით ახალ საშუალებას აჩენს საქართველოში გაჩნდეს ლოგისტიკური ცენტრები და საქართველო გახდეს ჰაბი, საიდანაც ჩინური ტვირთების ტრანსპორტირება განხორციელდება. ჰაერი მთლიანად წალეკა. ეს უხეშად რო ვთქვა, თემუს ტვირთებმა მთელ მსოფლიოში. ნებისმიერი მიმართულებით ამერიკა იქნება, ევროპა იქნება, საქართველოს მათ შორის შესაბამისად არ შემცირებულა ზოგადად ჰაერი ტვირთის გადატვირთული ტვირთის რაოდენობა. შეიცვალა თვითონ შინაარსი ამ ტვირთის, ალბათ უფრო გაცილებით გაიზარდა e-commerce. მათ შორის ამ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, რო შევადაროთ ჩვენ საქართველოში რა რესურსი იყო თვითმფრინავების, მარტივად რო ვთქვა, კოვიდამდე იყო ერთი თვითმფრინავი, ერთი ტიპის ყველა პატარა სატვირთო და დღეს რამხელა ფლოტი ყავთ საქართველოში სხვადასხვა კომპანიას. ჩვენ ყველა თვითმფრინავი დასაქმებული არის და ამ დასაქმების 90% არის თემუს ტვირთი. თბილისის მერიის პროგრამა სპორტი უფროსი თაობისთვის, რომლის განხორციელებაც 2022 წელს დაიწყო, გრძელდება. კახაკალაძის ინფორმაციით პროგრამას 2 სპორტული კომპლექსი 3 ობიექტით დაემატა, რაც პროგრამის ბენეფიციარი 60 წელს გადაცილებული პირების რაოდენობას დაახლოებით 1000-ით გაზრდის. შესაბამისად, პროგრამის სარგებლობა 3500-მდე პირს შეეძლება. 2500-მდე მოქალაქე არის დღის მდგომარეობით ჩართული აღნიშნულ პროგრამაში. როგორც მუნიციპალური, ასევე სხვა კერძო ინფრასტრუქტურებიც ყავს ჩართული. პროგრამის აქტუალობიდან გამომდინარე, ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თბილისის მერიის ინიციატივით პროგრამა პერიოდულად ართოვდება, უფრო მეტი ინფრასტრუქტურა შემოყავს აღნიშნულ პროგრამაში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სპორტული ორგანიზაციები ერთვებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პროგრამას შემოუერთდა შპს ასპრია ჯგუფი 2 სპორტული ობიექტით და შპს Power Max-ი 1 ობიექტით, ისინი თბილისის მერიასთან პარტნიორობის ფარგლებში შესაბამისი ასაკის მქონე მოქალაქეთა მომსახურებას, რა თქმა უნდა, შეძლებენ ყოველგვარი გადასახადების გარეშე. დაპატრულო პოლიციას 100 ახალი ავტომობილი გადაეცა. ოპერატიული დანიშნულების ავტომობილების შესყიდვის ტენდერი 2024 წლის ოქტომბერში გამოცხადა, რომელშიც შპს ავტოცენტრ თბილისმა შკოდა საქართველომ გაიმარჯვა. ტენდერი 250 ახალი ავტომობილის ყიდვას მოიცავდა. მისი ღირებულება ერთ ავტომობილზე 73126 ლარს, ანუ ჯამურად 18,3 მილიონ ლარს შეადგენდა. ახალი ოპერატიული ავტომობილებიც არსებულის მსგავსად შკოდა ოქტავიას მოდელის იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლა 2023 წელსაც, როდესაც ორი ტენდერით 305 ოპერატიული დანიშნულების ავტომობილი შეიძინა. აღნიშნულ ტენდერში შკოდა საქართველომ გაიმარჯვა და მისი ღირებულება 20,4 მილიონ ლარს შეადგენდა. სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტი სამოქალაქო ორგანიზაციებმა მოამზადეს. საკმარისი ხელმოწერების შეგროვების შემდეგ კი პარლამენტში კანონპროექტის სახით დარეგისტრირდა. კანონპროექტის ავტორები სომხეთის მთავრობას მოუწოდებენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას. ამჟამად სომხეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრია, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია საქართველოს, რომლის ხელისუფლებამ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე. ქართული ოცნების პრემიერის ამ განცხადების შემდეგ ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩამოყალიბდა 2009 წელს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის 6 პარტნიორ ქვეყანას შორის აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოსა და სომხეთს და უკრაინას შორის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გენერალური ინსპექტორი პოლ მარტინის სამსახურიდან დაითხოვა. როიტერის ინფორმაციით, მარტინი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა სამმართველომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობაზე კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა. პოლ მარტინს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2023 წლიდან მუშაობდა, გათავისუფლების თაობაზე ელექტრონული პოსტით აცნობეს. საერთაშორისო მედიის ცნობით, დოკუმენტში ასევე აღწერილია გაურკვევლობა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გადაწყვეტილებასთან
დახმარების შეჩერების საკითხზე, რის შემდეგაც $489 მილიონ მეტი საკვების დახმარება პორტებში, ტრანზიტსა და საწყობებში ზიანის მიყენებისა და გადამისამართების საფრთხის წინაშეა. დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ილონ მასკთან ერთად ერთ სახლში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების აგენტო USAID გააკრიტიკა, რომელსაც კორუმპირებული და არაკომპეტენტური უწოდა. 2024 წელს საქართველოდან $288 მილიონი ღირებულების სპირტიანი სასმელების და $276 მილიონი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. მთლიანობაში ალკოჰოლური სასმელების სექტორმა საქართველოს რეკორდული $564 მილიონი საექსპორტო შემოსავალი მოუტანა. ჯერჯერობით კომპანიების 2024 წლის შედეგები საჯაროდ ცნობილი არ არის, თუმცა გამოქვეყნდა ღვინის და სპირტიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებლის 2023 წლის ფინანსური შედეგები. მათი მიხედვით ჯგუფი, რომელმაც ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო, არის Bolero and Companies Holding-ი. 2023 წელს ამ ჯგუფში შემავალი კომპანიების საერთო შემოსავალმა $295 მილიონი შეადგინა. ჯგუფის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, პოლონეთი, ჩინეთი და ასე შემდეგ. ყველაზე ცნობილი სავაჭრო ნიშნებია დავით ივერიელი, ბეთანელი, დაისი, ბერიკონი, ტალავარი, იორელი, მირონი და სხვა. Bolero and Company ასევე აწარმოებს სამ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს, როგორიცაა წინანდალი, ხინძმარაული, მუკუზანი. ასევე ბრენდის არაგვი, ვარციხე, კრემი, ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიში. ფინანსური ანგარიშის თანახმად Bolero and Company-ს ჯგუფში შემავალი კომპანიების აქტივების ჯამური ღირებულება $483 მილიონ შეადგენს. ჯგუფის დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი არის ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილი. Sakura Properties-ის დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა BMG-ტივის გადაცემაში ქალების ნარატივი უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო გამოწვევებზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ კომერციული ფართების მიმართულებით შეთანხმება გააუქმა. მისივე შეფასებით, ზოგადად მათ სფეროში უცხოელი ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ძალიან არის შემცირებული, როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ უძრავ ქონებაზე. მან აღნიშნა, რომ ქვეყანამ ამ ინვესტორის დაკარგვით დაკარგა ძალიან დიდი კომპანია, რომელიც ფილიალს საქართველოში ხსნიდა და სავარაუდოდ კიდევ ბევრ ფილიალს გახსნიდა. Სამთრის სეზონზე გაძლებაზე მუშაობთ. ამ შესახებ BMG-თან მგზავრთა გადამყვანი კომპანია Baslinesის წარმომადგენელმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ბაზარზე მე-6 წელი ოპერირებს და რეისებს რუსეთის და თურქეთის მიმართულებით ახორციელებს. რუსეთის შემთხვევაში კონკრეტულად მოსკოვი, ივანოვო-პეტერბურგის მიმართულებით. თურქეთში მგზავრობის ღირებულება 100-დან 150 ლარის ფარგლებშია, ხოლო მოსკოვის მიმართულებით 200 ლარიხის. რაც შეეხება ავტობუსების რაოდენობას, კომპანიის ბალანსზე 4 ავტობუსია, სადაც თითოეულ მათგანში 2 მძღოლია გადანაწილებული. მგზავრთა გადამყვანი კომპანია Baslinesის წარმომადგენლის განცხადებით, მგზავრთა ნაკადები ძალიან არის შემცირებული, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საიუველირო სახლის ზარაფხანას აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ BMG-თან ვალენტინობის დღის შეთავაზებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კომპანია ამ დღესთან დაკავშირებით მომხმარებელს განახლებულ ასორტიმენტს, ამასთან ოქროს, სამკაულებსა და სუვენირებზე ფასდაკლებებს შესთავაზებს. მისივე ცნობით, ზემოთხსენებული შეთავაზება 12 თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება მოთხოვნას, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, 2025 წელს მოთხოვნა თითქმის ანალოგიურ ნიშნულზეა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. ის ასევე საუბრობს მოთხოვნის ზრდის ტენდენციაზე, რომელიც წლების განმავლობაში შეინიშნებოდა, თუმცა წელს ზრდა არ ფიქსირდება. ვალენტინობისთვის ბაზარი ორბელიანზე მცირე მეწარმეების ბაზარი გაიმართება. ამის შესახებ პროექტის მენეჯერმა ანა ბარათაშვილმა BMG-ტივის ეთერში ქალების ნარატივი ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ბაზარი 3 დღის განმავლობაში 13-დან 15 თებერვლის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი, სადაც დაახლოებით 30-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას. ყვავილების მაღაზია Lovely Rose-ის დამფუძნებლის ლალი სიჭინავას თქმით, ვალენტინობისთვის წინასწარი შეკვეთები წელს საგრძნობლად გაიზარდა. როგორც მან BMG-თან საუბრისას აღნიშნა, გასულ წელს მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ხარისხის შესანარჩუნებლად ზოგიერთი მომხმარებლისთვის უარის თქმა მოუწიათ. წელს კი ამ კუთხით უფრო მომზადებულები ხვდები. ყვავილების მაღაზიის დამფუძნებლის ინფორმაციით, წელს ვალენტინობისთვის სპეციალურად შექმნილი ყვავილების კომპოზიცია იქნება შეთავაზებაში, რომელიც 12-13 თებერვალს ონლაინ მაღაზიას დაემატება. ვალენტინობისთვის შექმნილი კომპოზიციის შეძენა 120 ლარიდან იქნება შესაძლებელი.